ვაგრძელებთ მონაცემთა ბაზების შესწავლას SQL-ის გამოყენებით Harvard-ის კურსის მიხედვით. თუ მოგწონთ ეს გაკვეთილები, ძალიან გთხოვთ დალაიქეთ და დაგვისაბსქრაიბდით ჩვენს Bitcamp-ის YouTube არხზე. ეს ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ რეალურად რამდენად მართლა გჭირდებათ ეს ვიდეოები და გადავწყვიტოთ ვაგრძელებთ თუ არ ვაგრძელებთ მათ ჩაწერას. ამიტომ აუცილებლად დალაიქეთ, ეს ასევე დაგვეხმარება იმის გარკვევაშიც, რომ რეალურად სამომავლოდ სხვა მიმართულებით ესეთი გაკვეთილები მოგიმზადოთ თუ არა ეს იქნება პროგრამირება, web development-ი, ხელოვნური ინტელექტი თუ სხვა. შვენიერი. დღევანდელ ვიდეოში, დღევანდელ გაკვეთილში უნდა ვისაუბროთ ისეთ საკითხზე, რომელზეც აქამდე მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობდით. მაგალითად, წინა გაკვეთილში ვისაუბრეთ იმაზე, რომ როგორ შეიძლება სხვადასხვა ცხრილები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. თუმცა არ გვითქვამს ის თუ როგორ ხდება ეს მონაცემთა ბაზაში, ეს კავშირი რა არის? მართლა რაღაცა ცხრილებს შორის გაბმული ძაფია, თუ რამე უფრო სხვა, ასე ვთქვათ, ტექნიკური შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ ცხრილებს შორის კავშირები ავაგოთ, ისეთი კავშირები, შინაარსობრივი კავშირები, როგორიც არის მაგალითად, რომ წიგნს ყავს ავტორი, ან წიგნს ყავს მთარგმნელი, ან წიგნი გამოსცა გამომცემლობამ და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველა ეს, ასე ვთქვათ, ესეთი კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ახლა ვნახავთ რეალურად მონაცემთა ბაზაში არა უბრალოდ ვიზუალურად დიაგრამის დონეზე, როგორ შეიძლება ეს კავშირები წარმოვიდგინოთ, არამედ ფაქტობრივად როგორ იწერება მონაცემთა ბაზაში, აი ეს კავშირები როგორ აღიწერება სხვადასხვა ველების გამოყენებით და ზოგადად რას ნიშნავს ეს კავშირები და რას ნიშნავს ერთი ერთთან კავშირი, ან ერთი ბევრთან, ან ბევრი ბევრთან კავშირი უпростоრად, კონკრეტულად მონაცემთა ცხრილების ჭრილში, როგორ გამოიყურება მონაცემთა ცხრილები, როცა ასეთი კავშირები გვაქვს, აი ამაზე ვისაუბრებთ. ამ ჩვენი გაკვეთილის თემა არის keys, ანუ გასაღებები და დღეს ჩვენი გაკვეთილის განმავლობაში ვნახავთ თუ რას ნიშნავს სინამდვილეში გასაღებები. თუმცა სანამ გასაღებებზე გადავალთ, უნდა ვნახოთ აი ასეთი მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ ვართ, არ ვიცი, ბიბლიოთეკაში, უბრალოდ ვეკავთ ბიბლიოთეკაში, ან წიგნების მაღაზიაში. და ვეუბნებით, რომ გვინდა მოგცენ წიგნი აი ასეთი სათაურით. The birthday party, დაბადების დღე. და იქიდან გვეუბნებიან, რომ ეს birthday party რომელი გინდაო, ორი გვაქვს ეგეთიო. აი ეს Wendy Drenfield-ის, ერთ-ერთი ავტორის, ან Laurent Mauvigneris, ვერ გამოვთქვა, კარგად. ანუ აი ამ ორი განსხვავებული ავტორის წიგნი გვაქვს და რომელი გინდაო გვეუბნებიან. ოკეი, ჩვენ შეიძლება ვთქვათ აი Wendy-ს ავარჩიოთ. ან Laurent-ის, არ აქვს მნიშვნელობა. და ამ დროს გვეუბნებიან, რომ იცი რა, Laurent-ო აქვსო birthday party-ო ორი ტიპისო. ერთიო hardcover-იო და მეორე paperback-ი, ანუ მაგარი ყდით და რბილი ყდითო. და რომელი გინდაო ისე უგეთხებიან. ოკეი, რომელიმეს ავარჩევთ. თქვათ ავარჩიეთ რბილი ყდით. ეხლა კიდევ გვეუბნებიან, რომ ოკეი, რბილი ყდით კი არისო, მაგრამ ორი გამოცემაო, პირველი გამოცემა და მეორე გამოცემა და რომელი გინდაო? და აი ასე გრძელდება, მოკლედ, აი ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, გამოკითხვა და ფაქტობრივად რეალურად აი ჩვენ თუ განსაზღვრათ, რომ აი მონაცემთა ბაზაში ჩვენ აი ბიბლიოთეკარის მაგივრად რომ მონაცემთა ბაზა იყოს და მონაცემთა ბაზას რო უსვამდეთ იგივე შეკითხვას, ხო? შანსი იმისა, რომ ჩვენ სწორად ავარჩევდით წიგნს, თუ არ გვეცოდინებოდა ამ წიგნის რაღაც უნიკალური იდენტიფიკატორი, ანუ რაღაცა რაც კონკრეტულად ერთ წიგნს განსაზღვრავს, ანუ რაღაცა პირადი ნომერი როგორც აქვს ადამიანებს, ისე წიგნებს აქვთ ასეთი კოდი ISBN-ი. და აი ეს ISBN-ი რეალურად აი ასე გამოიყურება და მისი, ასე ვთქვათ, მთავარი თვისება ის არის, რომ ის უნიკალურია. ანუ შეიძლება ერთი და იგივე წიგნს, ანუ უბრალოდ ერთი და იგივე სათაურის მქონე წიგნს აი თუ აქვს მყარი ყდა და თუ აქვს რბილი ყდა, ამ ორს განსხვავებული ISBN-ი იქნება. ან თუ არის პირველი გამოცემა და თუ არის მეორე გამოცემა, ამათაც განსხვავებული ISBN-ები ექნება. შესაბამისად, მე მაგალითად თუ ვიცი ფაქტობრივად წიგნის პირადი ნომერი, ანუ ISBN-ი,
მე შემიძლია აი ეს კოდი ვუკარნახო პირდაპირ ჩემს მონაცემთა ბაზას და კონკრეტულად ის ერთი წიგნი ამოვიღო და არა ყველა ის წიგნი, რომელსაც სათაურში უწერია The Birthday Party, დაბადების დღე, ხო? შვენიერი. ახლა ნახოთ როგორ შეიძლება გამოგვადგეს აი ასეთი უნიკალური იდენტიფიკატორი იმაში, რომ ჩვენი მონაცემთა ბაზა დავალაგოთ ისე, რომ ეფექტური გამოყენება შევძლოთ მისი. პირველი რაც უნდა ესე თქვათ ტერმინი რაც უნდა ვახსენოთ არის primary key, ანუ მთავარი გასაღები, ძირითადი გასაღები. გასაღები რატო ქვია ამას, ახლა ნელ-ნელა შეგრძნება გაგიჩნდებათ და მიხვდებით, მაგრამ მთავარი აქ რა არის? რომ რეალურად primary key არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს კონკრეტულ ცხრილში, კონკრეტული რაღაცა entity, კონკრეტული ამ შემთხვევაში მაგალითად რაღაცა წიგნი უნიკალურად დავახასიათოთ, ანუ უნიკალური იდენტიფიცირება მოვახდინოთ მისი. ამ შემთხვევაში გახსოვთ ალბათ, რომ ISBN იყო უნიკალური, ამიტომ ჩვენი ძირითადი გასაღები ჩვენი ცხრილისთვის, წიგნების ცხრილისთვის შეიძლება გამოგვადგეს, რომ იყოს ISBN-ი, რადგან უნიკალურია. Primary key ზუსტად ეს ახასიათებს, რომ ისეთი ველი უნდა იყოს, ანუ ისეთი ინფორმაცია უნდა ეწეროს ამ ველში, რომ უნიკალური იყოს, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება, როგორც primary key, ანუ ძირითად გასაღებად, ანუ მთავარ, ასე ვთქვათ, მთავარ იარაღად, რომლითაც შეგვიძლია კონკრეტულ ცხრილში ინფორმაციის მოძებნა. და ყველაზე ეფექტური ძებნის ეს არის იარაღია, იმიტომ რომ თუ კოდი ვიცი, თუ პირადი ნომერი ვიცი, თუ ISBN-ი ვიცი, შემიძლია query-ში პირდაპირ ჩაუწერო, რომ მე ესეთი ISBN-ის მქონე წიგნი მინდა და პირდაპირ ზუსტად აი ძალიან დიდი სიზუსტით ეგ წიგნი ამოვიღო. ამიტომ ქვია asset wells და ამიტომ ვეძახით asset wells primary keys ძირითად გასაღებს. და მოდით შევხედოთ ცხრილის მაგალითს. როგორც ხედავთ, აი აქ უკვე ლურჯ სვეტში ISBN-ი არის გამოყენებული რაღაც უნიკალური კოდი წიგნისა, რომელიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის primary key. ანუ რეალურად ისევ გვაქვს წიგნების ცხრილი, გვაქვს სათაურები შავ სვეტში და თითოეულს აქვს რაღაცა უნიკალური, ასე ვთქვათ, კოდი მინიჭებული ISBN სვეტში. შესაბამისად მე შემიძლია ისეთი select-ი დავწერო where query-ის გამოყენებით, სადაც ISBN-ი უდრის და კონკრეტულად რომელიმე წიგნის სახელი თუ ვიცი, უნიკალურად შემეძლება რომ ამოვიღო კონკრეტულად ეგ წიგნი. რადგან primary key-ის საკითხი თეორიულად, ასე ვთქვათ, შევაჯამეთ, შემდგომში კიდევ ვნახავთ პრაქტიკულ მის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ. ახლა მოდით ვნახოთ რა არის foreign key. Foreign key არის ისეთი გასაღები, ანუ ისეთი ველი, რომელიც რომელიმე ერთ-ერთ ცხრილში primary key იყო და ისედაც არის primary key, აი მაგალითად წიგნების ამ ცხრილში ISBN-ი თუ არის primary key, foreign key შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სვეტში, ისეთ ცხრილში, სადაც მაგალითად რეიტინგებს განვიხილავთ. აი ნახეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში წიგნების ცხრილში primary key არის ISBN-ი. მაგრამ იგივე ISBN-ი ნახსენებია რეიტინგების ცხრილში. ოღონდ რეიტინგების ცხრილში ეს უკვე მთავარი გასაღები კი არ არის, არამედ კავშირის აღმწერი სვეტია. და სინამდვილეში ორიგინალი ISBN-ი არის ნახსენები და ჩაწერილი წიგნების ცხრილში, როგორც primary key, როგორც მთავარი გასაღები, ხოლო რეიტინგების ცხრილში აი იგივე ISBN-ი წარმოგვიდგება როგორც foreign key, უცხო გასაღები, რადგან რეალურად კავშირის დადგენის საშუალებას გვაძლევს. შეიძლება ახლა ეს ცოტა გაუგებრად ჟღერდეს, რას ნიშნავს კავშირის დადგენის საშუალება, აქ ხო რაღაცა ძაფი არ არის გამომული ამ ორ ცხრილს შორის, რომ დავადგინოთ მართლა კავშირია თუ არა, მაგრამ ნახეთ, ძაფზე უკეთესი რამ ხდება ამ ორ ცხრილს შორის იმისთვის, რომ ნამდვილად დავადგინოთ, რომ ამ ორ ცხრილს მართლა კავშირი აქვს ერთმანეთთან. რეალურად მონაცემთა ბაზაში შესაძლებელია მივუთითოთ, რომ აი ამ ცხრილის primary key იყოს აი მეორე ცხრილის რეიტინგების foreign key. ამით ვადგენთ კავშირს და ეს კავშირი გვაძლევს საშუალებას, რომ შევხედოთ მაგალითად რეიტინგების ცხრილს, შევხედოთ რეიტინგების სვეტს და ვნახოთ, რომ რომელიღაც წიგნს აქვს რეიტინგი 5. აი ამ შემთხვევაში რეიტინგი 5.
და მე თუ გვინდა რომ დავადგინოთ რომელ წიგნზეა საუბარი. აი, შეგვიძლია შევხედოთ მის foreign keys, ანუ მის უცხო გასაღებს. რას ნიშნავს უცხო გასაღებს? აი, ამ ცხრილისთვის ეს უცხო ინფორმაცია, ანუ ამ ცხრილისთვის დამახასიათებელი ინფორმაცია არ არის. ამ ცხრილში არ წერია ამ კონკრეტული უნიკალური იდენტიფიკატორის მქონე ინფორმაციული ერთეულის შესახებ რეალურად ინფორმაცია ამ ცხრილში არ წერია. ამ ცხრილში წერია მხოლოდ ინფორმაცია და აი თავად ეს უნიკალური იდენტიფიკატორი არის ბმა, კავშირი. რატო? იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა რომ ამას აქვს რეიტინგი 5. ოკეი, ამას თუ რეიტინგი 5 აქვს, მოდი ვნახო აბა ამისი foreign key რა არის. ჩავიხედავ ამის foreign keys რა არის. აღმოვაჩენ რომ ამის foreign key არის რაღაც აი ეს კონკრეტული ასე ვთქვათ ISBN კოდი და რადგან foreign key-ა იქვე მითითებულიც აქვს რომ კონკრეტულად რომელი მონაცემთა ცხრილიდან არის ეს foreign key და ამას ვნახავთ SQL-ში როგორ შეგვიძლია ამის მითითება რომ მივუთითოთ კონკრეტული რომელი ცხრილის რომელი სვეტიდან იყოს ეს foreign key და შესაბამისად წავალ იმ ცხრილში იმ სვეტში მოვძებნი აი ამ უნიკალურ იდენტიფიკატორს ISBN-ს და ვნახავ რომ თურმე ბოულდერი არის ეგეთი წიგნი რომელსაც ეკუთვნის ეს უნიკალური იდენტიფიკატორი და შესაბამისად მე დავადგენ რომ რეალურად 5 რეიტინგი 5 არის სინამდვილეში ბოულდერის და აი ეს primary key და აი ეს foreign key ამათი ასე ვთქვათ ერთმანეთთან ბმა რეალურად რადგან ეს primary key-ა და ეს შესაბამისად აქედან აღებული foreign key-ა საშუალებას მაძლევს რომ რეალურად ლოგიკური კავშირი არსებობდეს. სულაც არ მჭირდება მართლა რაღაც ვიზუალური ძაფები იყოს გაბმული, არამედ ლოგიკურად ხვდები რომ ამ რეიტინგის მქონე წიგნი ამ ISBN-ის შესაბამისად უნდა მოვძებნო წიგნების ცხრილში რომ გავიგო რომელი ცხრილია. და ასე ვადგენთ ისეთ კავშირს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი ბევრთან კავშირი იყოს. რატო ერთი ბევრთან? ერთ წიგნს შეიძლება ჰქონდეს ბევრი რეიტინგი. შესაბამისად, აი აქ ერთი და იგივე boulders აქვს სამი სხვადასხვა ჩანაწერი რეიტინგების ცხრილში. რატომ არის ეს კიდევ მნიშვნელოვანი? რომ რეალურად ჩვენ რომ ესე არ გავუკეთებინათ ცალკე ცხრილში რეიტინგები არ გამოგვეყო და ამავე ცხრილში ჩაგვეწერა და სამი ცალი რეიტინგი თუ მინდა და მქონოდა მაშინ მომიწევდა ISBN-ის გამეორებაც, ბოლდერის, ანუ ტაიტლის გამეორებაც, სათაურის გამეორებაც და სამი ცალი ერთი და იგივე ISBN-ით და ტაიტლით მექნებოდა ჩანაწერი 4, 3 და 5. ამავე ცხრილში რომ დავემატებინა აი აქ სვეტი. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში უკვე საშუალება მაქვს რომ შევხედო ამ ჩემ ორ ცხრილს და ამ ორი ცხრილის ასე ვთქვათ კონსოლიდაციით გავარკვიო რა ხდება, მაგრამ თან წიგნების ცხრილი მქონდეს გაცილებით სუფთა და არ მეორდებოდეს შიგნით კონკრეტული წიგნების შესახებ არ დუბლირდებოდეს ინფორმაცია. კი, თქვენ შეამჩნევთ რომ აი აქ ეს ინფორმაცია დუბლირდება, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა, ერთი კონკრეტული ცხრილისთვის და თან უნიკალური იდენტიფიკატორი foreign key-ის სახით და ეს ოკეია. იმის გამო რომ ეს მეორდება, ამით დიდად არაფერი არ შავდება, მაგრამ რო გამეორებულიყო წიგნების ცხრილში გაცილებით მეტი დაშავდებოდა, იმიტომ რომ წიგნების ცხრილში მარტო ISBN და title და რეიტინგი ხوار გვექნებოდა, კიდევ უამრავი სვეტები გვექნებოდა, ყველა იმ სვეტის ნიშნულობა გამეორდებოდა და ტყუილად უამრავი ინფორმაციის შენახვა მოგვიწევდა ყოველ ხაზზე, მარტო იმიტომ რომ რეიტინგი დავამატეთ და მარტო რეიტინგი ხო არ არის, სხვა გამეორებადი ველებიც შეიძლება გქონდეს და წარმოიდგინეთ ერთი კონკრეტული ასე ვთქვათ, წიგნისთვის შეიძლება გქონოდა, რავი, 10-ობით ან 100-ობით ჩანაწერი თან დუბლირებული სათაურებით, დუბლირებული ყველაფრით და აი ესე გაცილებით სტრუქტურირებული და გაცილებით სუფთა მონაცემთა ბაზის დიზაინს ვიღებთ. და როგორც ვთქვით, აი კონკრეტულად ეს ახლა რაც ვნახეთ, იყო ერთი ბევრთან კავშირი. მაგრამ მოდით ნახოთ ახლა როგორ გამოიყურება ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩვენ არა უბრალოდ ერთი ბევრთან კავშირი გვაქვს, არამედ ბევრი ბევრთან. პირველ რიგში გითხარით მე რომ ISBN-ი ესეთია თქო და აი აქ ტირეები რო აქვს. ეს ტირეები მოდით მოვაცილოთ, აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ
რეალურად თუ ტირებს დავტოვებთ, მაშინ გამოდის, რომ ტექსტურად უნდა შევინახოთ ეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში. მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ ტექსტურად შენახვა არ შენახვაზე, რო დავაკვირდეთ ამას, აი განსაკუთრებით Excel-ი ვისაც გამოგიყენებიათ, თუ ისე აღმოჩნდა, რომ აი ამ ISBN-ში მაგალითად კონკრეტული კოდი იწყება 0-ით. აი 9 სადაც წერია, ეხლა მან თუ 0 წერია. ეგ თუ რიცხვის სახით არის და მაგალითად Excel-ში თუ 0-ით დაიწყებთ ამ იმ Excel-ის იმ უჯრას, რომელშიც რიცხვებს ვწერთ, ის 0-ის შესაბამისი თანრიგი, შესაბამისი ასე ვთქვათ, ის გვეკარგება ფაქტობრივად რა. ის კონკრეტული ადგილი. იმიტომ რომ რიცხვებში 0-ს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? და ის როგორც ცარიელი ისე აღიქმება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან არაკონსისტენტურობას ქმნის ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეიძლება არსებობდეს ისეთი ISBN-ი, არ ვიცი ხა ზუსტად, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ისეთი ISBN-ი, რომელიც აი ასე გამოიყურება და უბრალოდ ამის მაგივრად წინ 0 აქვს. და ამან შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას. არა მარტო 1 0, არამედ 3 0 აქვს, 2 0 აქვს წინ, 7 0 აქვს, არ ვიცი. და სხვადასხვა სიგრძის ISBN-ები გამოგვივა, რაც არაკონსისტენტურობას ქმნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. და არა პროგნოზირებად ქმნის ჩვენს წიგნების, ასე ვთქვათ, უნიკალურ primary keys. ამიტომ მოდი გამოვიყენოთ ასეთი რამ. არა უბრალოდ რაღაც უნიკალური კოდი ISBN-ი გამოვიყენოთ, არა, ISBN-ი აქვს წიგნებს და კონდეს და როგორი ფორმატით იქნება, ოკეი, არ არის პრობლემა. მოდი გამოვიყენოთ რეალური რიცხვები. აი პირველ წიგნს მონაცემთა ბაზაში მივანიჭოთ რიცხვი 1, მეორე წიგნს მივანიჭოთ 2, მესამეს 3 და ყოველთვის გვეცოდინება, რომ შემდეგი წიგნი, რომელიც მონაცემთა ბაზაში მოხდება, იქნება შემდეგი რიცხვი. მას ექნება შემდეგი რიცხვი, როგორც უნიკალური key. როგორც უნიკალური იდენტიფიკატორი, როგორც primary key. და ასეთი რიცხვები მუდმივად, რადგან ყოველთვის შემდეგი რიცხვი და შემდეგი რიცხვი, რა თქმა უნდა, არ განმეორებულა ამ წყებაში, რავი, 10 წიგნი თუ ჩავამატე, შემდეგი წიგნი მე-11 იქნება, ამიტომ 11 უნიკალურია. შემდეგი მე-12 იქნება, ამიტომ 12 უნიკალურია და ასე შემდეგ. შესაბამისად მივიღებთ ესეთ სიტუაციას, რომ აი ამ სტრუქტურაში შეგვიძლია გავშალოთ აი ეს სტრუქტურა, აი ასე, ანუ აი ამის მაგივრად, რომ primary key იყოს ISBN-ი, ჩვენ დავამატოთ ახალი ველი ID, რომელშიც აი ესე რაღაცა 1 2 3 ამ შემთხვევაში არეულად არის ნაჩვენები სპეციალურად თვალსაჩინოებისთვის 1 74 4 78, იმიტომ რომ შეიძლება გაფილტრულია რაღაცა კრიტერიუმით. ან შეიძლება კონკრეტულად რაღაცა მეორე, მესამე და რაღაცა მეხუთე სტრიქონები წაშლილია, მაგრამ აქ თავარი ეგ არ არის. თავარი რა არის, რომ ID ვიცი რომ რიცხვია და ვიცი რომ იქნება უნიკალური ყოველთვის, რადგან შემდეგ ვიცი ბოლოს მონაცემთა ბაზა იმახსოვრებს ამ ცხრილში ბოლოს რომელი ID-ით დაემატა ახალი წიგნი და შემდეგ წიგნს რო დავამატებ, ავტომატურად გამიზრდის ამ ID-ს და ავტომატურად მომცემს ახალ უნიკალურ რიცხვს ამ ID-ში ჩასაწერად. შესაბამისად შეიძლება ამ წიგნს აქამდე არ ქონდა ეს ID და ჩვენ ასე ვთქვათ ტექნიკური სვეტი შემოვიტანეთ აი ესეთი ID, რომელსაც რაიმე ინფორმაციული დატვირთვა ამ კონკრეტული წიგნის შესახებ არ აქვს. არ გვაძლევს რაიმე ინფორმაციას სუფთად შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით გვაძლევს, რომ რეალურად მოდი ISBN-ს ახლა თავი დავანებოთ, აქამდე გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ეს უნიკალური იყო ნამდვილად, მაგრამ ახლა მოდი ახალი ID ჩავამატოთ და აღარ ვენდოთ ISBN-ს, მოდი ჩვენი ID ტექნიკური ველი გქონდეს და რადგან ესეთი ველი ჩავამატეთ, აქამდე თუ იყო აი ესე, ახლა დააკვირდით რეიტინგების ცხრილში ISBN-ი გაქრება და book ID გაჩნდება. რას ნიშნავს, რომ book ID გაჩნდა? რეალურად ახლა primary key ID გვაქვს და foreign key გვაქვს book ID. ნახეთ, ამ სვეტს სათაურიც კი ისე ქვია, რომ მიუთითებს, რომ კავშირი აქვს წიგნების ცხრილში ID ველთან. ერთი ცალი, ეს წიგნების ცხრილი ხო books არის და book ერთი ცალი ცხრილის ID წერია აი ამ იმაშიო, რა ქვია, ამ სვეტშიო თითოეულ სტრიქონზეო. მაგას გვეუბნება. შესაბამისად, რაც წეღან ავუწერეთ, ის ყველაფერი
ისე, ასე ვთქვათ, ძალაში რჩება ფაქტობრივად. ისევ foreign key გვაქვს, ისევ primary key გვაქვს, უბრალოდ ISBN-ებს აღარ ვიყენებთ foreign keys-ა და primary keys-თვის, არამედ გაცილებით მარტივს უბრალოდ ჩვეულებრივ რიცხვებს ვიყენებთ, რომლებიც თანმიმდევრობით შეიძლება ჩაემატოს წიგნების მონაცემთა ბაზაში. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ბევრთან კავშირი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომელიც აქამდე ავუწერეთ. ეს კონკრეტული არის ერთ-ერთთან კავშირი, იმიტომ რომ რეალურად გვაქვს ერთი წიგნი და ბევრი რეიტინგი და ამისათვის ორი ცხრილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ესეთი კავშირი, ასე ვთქვათ, აღგვეწერა. მაგრამ როდესაც გვაქვს many to many, ანუ ბევრთან კავშირი, ამისათვის უკვე გვჭირდება 3 ცხრილი. რატომ 3 ცხრილი? იმიტომ რომ ბევრ წიგნს შეიძლება ყავდეს ბევრი ავტორი, many to many კავშირია. რას ნიშნავს ახლა ეს many to many კავშირი? მოდით ჯერჯერობით შევხედოთ ავტორების ცხრილს. ავტორების ცხრილში გვაქვს აი ესეთი ID ჩანაწერი. ანუ ავტორებს თავიანთი უნიკალური ID-ები აქვთ. ასევე შევხედოთ წიგნების ცხრილს. წიგნების ცხრილშიც გვაქვს შესაბამისი books ცხრილი, სადაც გვაქვს ეს ID, ასევე ISBN-ი, ასევე title, მაგრამ ID. ანუ წიგნების ცხრილში ID და ავტორების ცხრილში ID ორივე თავიანთი შესაბამისი ცხრილებისთვის არიან primary key-ები, ძირითადი გასაღებები, იმიტომ რომ უნიკალურობას უზრუნველყოფენ აი ამ ცხრილებში. ანუ ავტორების ცხრილში ერთი და იგივეა, ასე ვთქვათ, ID-ით არ გამეორდება არც ერთი ავტორი, რადგან primary key-ა ID. იგივენაირად არ გამეორდება არც ერთი ცხრილი არც ერთი წიგნი წიგნების ცხრილში, რომელსაც ერთი და იგივე ID შეიძლება ჰქონდეს. წიგნების ID და ავტორების ID არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან. ის წიგნის არის, ის ავტორის არის. უბრალოდ ერთნაირი მოწყობა აქვთ რა. შეიძლება დაემთხოს, რომ რაღაცა იმის რა ქვია, მაგალითად ავტორს ჰქონდეს ID 1 და იმასაც რა ქვია, წიგნსაც ჰქონდეს ID 1. მაგრამ ეს ორი ცალი ID 1 სხვადასხვა რამეებია, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ავტორების წიგნში ID 1-ია და ის წიგნების ცხრილში არის ID 1. ანუ განსხვავებულ ცხრილებში ერთი და იგივე ID-ები პრობლემა არ არის. იმიტომ რომ განსხვავებული ცხრილებია და ვიცით, რომ ავტორის არის ან წიგნის არის. მაგრამ როდესაც გვინდა ბევრთან კავშირი, ასე ვთქვათ, ავაწყოთ. ამ შემთხვევაში ნახეთ, გვაქვს ასეთი შუალედური ცხრილი, შუალედურ ცხრილს ეძახიან, join ცხრილსაც ეძახიან ამას, შემაერთებელი ცხრილი, რომელსაც ქვია authored, ანუ უავტორა, ასე ქართულად გადავთვალოთ, უავტორა. და რეალურად ამ ცხრილში გვაქვს ჩამოწერილი რომელ წიგნებს რომელმა ავტორებმა უავტორეს. რადგან ბევრთან კავშირია, ბევრი წიგნს შეიძლება ბევრი ავტორი ყავდეს. გვაქვს აი ასეთი სიტუაცია, რომ აი ხა კონკრეტული ერთი მაგალითი რო ავიღოთ. Author ID გვაქვს და book ID ამ ცხრილში. ანუ author ID ნიშნავს, რომ ავტორების ცხრილში ID ველიდან არის წამოსული foreign key. Book ID ნიშნავს, რომ წიგნების author ცხრილში წიგნების ცხრილიდან ID ველიდან, რომელიც არის primary key, წამოსულია აქ როგორც foreign key. ანუ ორივე ცხრილთან აქვს კავშირი, მაგრამ დაგვირდით თავად author ცხრილი, ანუ ეს შუალედური ცხრილი, ძალიან ისეთი მოსაბეზრებელი და ძალიან ესეთი სულელურ ცხრილად გამოიყურება. არაფერი შიგნით წესიერი ინფორმაცია არ არის გარდა ID-ებისა, რატო? იმიტომ რომ სინამდვილეში ID-ები განსაზღვრავს კავშირს. ანუ მე თუ ვიცი რომ ეს არის ავტორების ცხრილიდან მოსული foreign key, მე შემიძლია წავიდე, ჩავიხედო ავტორების ცხრილში და ვნახო 23 ID, რომელ ავტორს აქვს ევა ბალთაზარს. იგივენაირად, რადგან მე ჩავიხედე აი ამ author ცხრილში და ვნახე რომ 23 აქვს ევა ბალთაზარს, იგივენაირად შემიძლია ვნახო წიგნების ცხრილში ჩავიხედო წიგნების foreign keys შესაბამისად და ვნახო ერთი რომელ წიგნს აქვს და აღმოვაჩენ რომ აქვს boulders. და შესაბამისად ამ
ერთი ცხრილისში ჩახედვით, შემიძლია კავშირები გავაბა, ლოგიკური კავშირები ორივე ცხრილში ვიპოვო შესაბამისი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ერთ შემთხვევაში ავტორის სახელი და მეორე შემთხვევაში წიგნის სახელი და ISBN-იც ამ შემთხვევაში. და ერთმანეთთან დავაკავშიროთ, თქვა რომ ევა ბალთაზარი არის ბოლდერის ავტორი. მარტო იმაზე დაფუძნებით, იმაზე ასე ვთქვათ, დაკვირვებით, თუ რა წერია ავტორ ცხრილში. ანუ ავტორების ცხრილში არაფერი არ წერია ევას წიგნების შესახებ, ევა ბალთაზარის მიერ დაწერილი წიგნების შესახებ. არა, ავტორების ცხრილი არის სპეციალურად სუპერ მარტივი. წერია ავტორის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ და მისი უნიკალური ID. წიგნების ცხრილში არაფერი არ წერია ამ წიგნის ავტორის შესახებ. არა, წიგნების ცხრილში წერია მხოლოდ ამ წიგნის მახასიათებლების შესახებ, თავისი ISBN-ი აქვს, თავისი ტაიტლი აქვს, ისეთი რაც ამ წიგნს აქვს პირდაპირ და არ გამეორდებოდა სხვა წიგნში, ამ შემთხვევაში ავტორი შეიძლება სხვა წიგნშიც გამეორდეს, ევამ შეიძლება ბევრი წიგნები დაწეროს, არა, რაც არ გამეორდებოდა სხვა წიგნში, ისინი აქვს რეალურად ამ ცხრილში, წიგნების ცხრილში მარტივი ბრტყელი დამატებითი კომპლექსურობისგან დაცლილი ცხრილი გვაქვს აქეთაც, რომელმაც არაფერი არ იცის არც ავტორების შესახებ, არც აი ამ ავტორ ცხრილის შესახებ. საერთოდ ერთმანეთის შესახებ ავტორს და ბუქს ცხრილებმა არაფერი არ იციან. ერთადერთი, ასე ვთქვათ, ვინც ყველაფერს აკავშირებს, რაც ყველაფერს აკავშირებს, რამაც ყველაფრის შესახებ შეუძლია გაიგოს ინფორმაცია, რომლის გამოყენებითაც ყველაფრის შესახებ შეუძლია გავიგოთ ინფორმაცია, არის შუალედური შუა ცხრილი, ავტორ ცხრილი. აი ეს ცხრილი. რატო? იმიტომ რომ გაბმული აქვს ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, საცეცები ორივე ცხრილში. იმიტომ რომ ორივე ცხრილიდან აღებული აქვს foreign key. და ეს საშუალებას იძლევა უკვე რომ many to many, ასე ვთქვათ, კავშირები შედგეს. აქ უკვე შეგვეძლება რომ რავი, ევას შემთხვევაში თუ მეორე წიგნის დაწერა ევამ, ხო? შეგვეძლება ჩავწეროთ კიდევ ერთი ჩაანწერი აქ author ID-ის სვეტში, რომელიც 23 იქნება, გავიმეოროთ და მეორე წიგნი მაგალითად ამ შემთხვევაში რავი, The White Book, რო ევას დაწერილი რო იყოს, აი აქ 31-ის მაგივრად ჩავწერეთ 23-ს და აქ 74 ეწერებოდა. გამოვიდოდა რომ ევას ID გამეორდა, მაგრამ წიგნები განსხვავებულია. ან მეორენაირად, ბევრთან კავშირი დავინახოთ, მაგას გიხსნით ახლა. ან მეორენაირად, თუ ავიღებდით რომელიმე წიგნს, რომელსაც 2, 3, 4 ავტორი შეიძლება ყავდეს, აი მაგალითად აი ამ Boulders, თუ ჩავთვლიდით რომ თქვათ შეიძლება ყავდეს 3 ავტორი, აი აქ book ID-ში ჩაიწერებოდა 1, ოკეი. შემდეგ ამას გავამეორებდით. ეს არა. შემდეგ ამას გავამეორებდით და მეორე სტრიქონშიც book ID-ში ისევ 1 იქნებოდა, მაგრამ კონკრეტულად თუ დამატებით სხვა ავტორი წავს, ხო, იმ ავტორის სხვა ავტორის შესაბამის ავტორის ID იქნებოდა აქ, მერე კიდევ სხვა ავტორის ID იქნებოდა აქ. ანუ ნახეთ, რადგან ორი განსხვავებული ცხრილი გვაქვს და შუალედური ცხრილი გავაკეთეთ, ამ ორი განსხვავებული ცხრილის შორის კავშირის აღსაწერად, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ many to many ბევრთან კავშირი დავადგინოთ და შევქმნათ და ავწეროთ ჩვენი მონაცემთა ბაზის სტრუქტურაში. ამ გაკვეთილით ამ თავში ძირითადად თეორიულ ნაწილზე საუბარი მორჩა, უკვე შემდეგ გაკვეთილში ვნახავთ ეს ყველაფერი SQL-ის გამოყენებით, როგორ შეიძლება ავსახოთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში, როგორ შეიძლება დავწეროთ ისეთი query-ები, ისეთი კითხვები დავუსვათ მონაცემთა ბაზას, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ აი ეს ყველაფერი ვნახოთ, დავადგინოთ, ასევე ვნახავთ უკვე შექმნილ მონაცემთა ბაზას, რომელიც აი დღეს რაც ვისაუბრეთ, ამის მიხედვით არის გათვალისწინებული, აქვს primary key-ები, აქვს foreign key-ები, როგორ იქნება ეს მონაცემთა ბაზა, ამ ყველაფერს ვნახავთ და ასეთი მონაცემთა ბაზებიდან როგორ შეიძლება ამოვიღოთ ინფორმაცია subqueries, ესე ქვია, subqueries ქვეკითხვების გამოყენებით და ვნახავთ ეგ რა არის. ასევე ვნახავთ join-ები რა არის და ჯგუფები რა არის ამ თავში და ძალიან საინტერესო მოკლედ განვითარება გველის ამ თავში შემდეგ რამდენიმე გაკვეთილში. შვენიერი. შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში, აუცილებლად დალაიქეთ, დაგვისაბსკრაიბდით,
ეს საშუალებას გვაძლევს, რომ გავიგოთ რეალურად გაინტერესებთ თუ არა მართლა ეს ვიდეოები და ესეთი გაკვეთილები და ასევე საშუალებას მოგცემს დავადგინოთ ღირს თუ არა კიდევ ჩავწეროთ სხვა მიმართულებებით და მართლა ძალიან ბევრი მიმართულებით შეგვიძლია ჩავწეროთ ძალიან საინტერესო ვიდეოები და მოკლედ აი ეს საშუალება მაქსიმალურად გამოვიყენოთ, გამაგებინეთ, რამდენად მოგწონთ, თუ რამე არ მოგწონთ, ისევ ამ ვიდეოს კომენტარებში თქვით რა არ მოგწონთ და გამოვასწორებ, არ არის პრობლემა, თუ კითხვები გაქვთ, დამისით კითხვები და ვეცდები რომ დაგეხმაროთ, მაგრამ თავარი არის რომ გამოჩნდით, დაგვანახეთ რომ არსებობთ, დაგვანახეთ რომ რეალურად სარგებელს იღებთ ამ გაკვეთილებისგან, რომ ჩვენც შესაბამისი мотиваცია გაგვეჩნდეს და გავაგრძელოთ მათი ჩაწერა. მადლობა.